გამოიხედოს შეიძლება გაკიდეს. ინდისში ვარ და გამოვა ეხლა ვაჩვენებ უჩს. ჩამოგვივიდა ეს გაჭრილი კი გვაქვს წეგან ნახეთ. უცბად, მაგრამ მაინც განახებთ. ეს რა ფერია? ამას მიდი გადაიგე ნიკო შორე ისე კი არ მიკეთებს. ბაგაჟნიკია ნაგავში გადასული. ბანზია. არა, მაგრა დასწორე. ის დებილები შეხედე. სუა იმ 5 სკამზე ის რა ენაღლება. გამარჯობათ ხალხო, ესეც მორიგი ეპიზოდი ჩემი მაგალის. მივიდივართ BMW-ის ცენტრში, ჩაწერილი ვართ 12 საათზე, მაგრამ უკვე პირველის კარგი 20 წუთია. მე და კოკა ვართ, მივალთ ახლა ცენტრში და თუ გადაგვაღებინებენ იქ, უნდა გავატაროთ, კი არ უნდა გავატაროთ. თუ უნდა გავატაროთ. დათვალიერება ხო, ელექტროობის თემაზე, რაც უჭირს მანქანას და ვერ გავაკეთეთ, უნდა ჩაუტარონ დიაგნოსტიკა. თუ მოგცემენ საშუალებას გადავიღებ, თუ არ მოგცემენ საშუალებას, რასაც მოგცემენ ამონაწერს, რაც ჭირს, რო გამოვალთ გაჩვენებთ. თქვენ მაგამდე დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ და იგი. წავედით. სალამით ხალხო, ეს შემდეგი დღე არის, გუშინ BMW-ის ცენტრში ვიყავით. სიმართლე რო გითხრათ, ვიცოდი რომ არც გადაგვაღებინებდნენ, მაგრამ მეთქი მაინც იქნებ რამე მოვახერხოთ თქო. უბრალოდ ცენტრში ზოგადად ეს სერვისში არ გიშვებენ და იქ ტვინი რო არ გაუბრღო, არ გაღებინებენ და არც შეიძლება რა გადაღება, ხო და ჩამოგვიწერეს რაღაცეები, მანქანას რა პრობლემებიც აქვს, ყველანაირი, ტესტი გაიარა მანქანამ, დათვალიერება, ფურცელი მაქვს, ამონაწერი, წერია ყველაფერი. ეხლა გიოსთან მივდივარ სულავასთან, იმ პლუსის კაბელსაც დავაყენებინებთ, რის გამოც აირბაგს ანთებს. თუ იმდენად ეცალა რომ ეს ბაკის ჩამოღება შევძელით, ბაკსაც ჩამოვღებთ, არ ამგონია ცოტა ბევრია მაგაზე საჩალიჩო, მაგრამ მაინც ვიყავით ელექტრიკთან, ბექასთან, სადაც დავდივართ ხოლმე იქ მუხიანში. ბექამ იპოვა ესეთი რაღაც, რომ 0-დან 20-ზე იყო მაშინ, როცა მანქანა იძინებდა, რაღაცა მუშაობდა მაინც. გამოვაძრეთ ცველები, ვიპოვეთ ესეთი რაღაც, რომ უკან, სადაც რადიო აყენია და რადიოს რაღაცეები რა, მან დაყენია ტელეფონის მიმღები თუ რაღაცა რა, ტელეფონი რო აქვს ხოლმე მანქანებს, მაგის მიმღები. მოკლედ, ტელეფონი რო გამოვაერთეთ, კონკრეტულად ტელეფონის მცველი გამოვაერთეთ და დავარდა ეგრევე 0.01-ზე. ეს შტეკერი რო გამოვაერთა ბექამ, მაგის მერე მეოთხე დღე არის დღეს, აღარა უნთია, ჩვეულებრივ გასწორდა, ასე რომ რავი, თქვენს თუ იგივე პრობლემა გაქვთ, რა ვიცი, იქნებ ან მიხვიდეთ მაგ ბიჭთან და დაგეხმაროთ, ან იქნებ იგივე პრობლემა აქვს თქვენსასაც რა. მოკლედ ესე უნდა ქნათ, უნდა დაერთოთ ტესტერზე, როცა დაიძინებს მანქანა და დაიტოვებს იმ დენს, რასაც იპარავს, ცველების გამოერთებით უნდა მიხვდეთ რა იპარავს კონკრეტულად. მოკლედ, რავი, 4 დღეა გამოსწორებულია ცენტრშიც რო ვიყავ, ვერანაირად ვერ ჩართეს უფრო სწორედ ეს პრიბორი, იმიტომ რომ გასწორებულია და იქაც არაურევია არაფერი. გიოსთან მივდივართ ახლა, გიოს ვაჩვენებთ ამონაწერს, რეებიც რაღაცა პრობლემები დაწერა ცენტრში, მაგალითად ის, რომ DSC-ის და ABS-ის ბლოკი აყენია სხვა M3-ის. ვინკოდს ხედავს ცენტრის სხვას. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ახლა, რომ გადაპროგრამდეს თუ შეიძლება გადაპროგრამება. თუ არა და ცენტრიდან გამოვიწერ მაგ ბლოკს. წავიდეთ ახლა გიოსთან, საზიზღარი ამინდი არის, აი საშინელი. წავიდეთ გიოსთან და დანარჩენს კი, რა ვიცი, გადავიღებთ. თუ მოვახერხეთ და თუ ძალიან ბევრი ხალხი არ ყავდა და არ შევაწუხეთ იქ რა. მენო რო გამოიხედოს შეიძლება გაკიდეს.
ბიჭო, ანუ მარცხენა თვალით ხედავ რა, მარჯვენაზე მაქვს გადმოხარებული. ეკონტრე. ესე იგი გიოსთან ჩამოვედით. აი, გეყო ხამორთო რა. გიოსთან ჩამოვედით. მოკლედ, გიოსთან ჩამოვედით ხალხო. ვაჩვენე ეს ფურცელი, რაც BMW ცენტრიდან გამოგვატანა, ნუ დიდი არაფერი არ წერია. მაგ ფურცელზე წერია თურმე ისინი რეებიც უბრალოდ გამოერთებული გვაქვს, საერთოდ რო არ გჭირდება. ABS-ის ბლოკს აჩვენებ და რომელსაც გადავაპროგრამებთ და რაც შეეხება პლუსის კაბელს, რის გამოც ჩამოვედით რა, გიოს ეგონა რომ თავს გადავიტანდით, ის კაფსულა სადაც ჯდება, როგორც ახალ მანქანებზე არის და დავაყენებდით. მაგრამ თურმე ამ სხვანაირად აქ და თავი არ გადადის რა. ხო და თვითონ რაღაც საქმეებს აკეთებ და იგი და დღეს მაინც არ ეცალა და ავდექი და წამოვედით. შემდეგ ჩამოსვლაზე რო ჩამოვალთ, გადავიღებთ იმას, რომ ელასტიური უნდა შევცვალოთ და აი ეს ბაკის პრობლემა რო აქვს მანქანას, მაგასაც მოვაგვარებთ ბარემ რა. როცა იცლება კარგად, იმიტომ რომ მაგას ცოტა დრო არ ენდომება, იმიტომ რომ ბაკი უნდა ჩამოვიღოთ, ვიხლოპი უნდა ჩამოვიღოთ იმის გამო, რომ ელასტიური დავაყენოთ და მოკლედ. საჩალი შუა საკმაოდ რა. არხი გამოიწერეთ ხალხო. უეჭველი საერთოდ არ გვემატება გამომწერები, მართლა რა, ვიდეოს ისე უყურებს 80% რომ გამოწერილი საერთოდ არ აქვს. ნუ გეზარებათ ხოლმე, ეხლა რო უყურებთ ამ ვიდეოს, აუცილებელი ხო არა რეკომენდაციაში შეგხვდეთ. გამოიწერეთ და დაალაიქეთ, ისე გააგრძელეთ ყურება. სალამით, ესეთი ამბავი გვაქვს. ქუთაისში ვიშოვეთ ფარი, როგორ ვიშოვეთ, ბიჭებმა მომნიშნეს, ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს. ვინც ყურადღება გამოიჩინეთ, მომნიშნეს ფარზე ძალიან ბევრმა ხალხმა, რომ ფარი იყიდებოდა, მარცხენა, რომელიც გვაკლდა, მერე იქით კაფსონა შევაწუხე, კაფსონა წავიდა, წყალტუბოში ჩააკითხა და საბოლოო ჯამში ფარი ჩამოგვევიდა. ყვითელი მარცხენა, რომელზეც დიოდები იყო დამწვარი, ეგ ფარი არის. ეხლა მივალთ, ეზოსთან გავაჩერებ, უცბად შევაერთებთ ამას, დავუჭერთ მე და ნიკუშა და განახებთ როგორ ანათებს ფარი. ესე იგი, დაყენების პროცესმა ჩვენივრად ჩაიარა, ვაფშე ნაკაწრი არა აქვს საერთოდ ფარს, ვაფშე. იმენა უნაკაწრო ფარია. რაღაც წვრილმანები დაგვრჩა, პლუსის დაყენება დაგვრჩა, იმის შეცვლა, ელასტიური შეცვლა დაგვრჩა, ბაკის გატეხილი როა, მაგის შეცვლა დაგვრჩა და რაღაც ძალიან წვრილმანები და მაგასაც ვიდეოში ნელ-ნელა გაჩვენებთ აწყობის პროცესს. მაგამდე თქვენ დაალაიქეთ და არხი გამოიწერეთ. ხალხო, ამ ვიდეოში გესალმებით მეათეჯერ, მაგრამ ამ ვიდეოს ვიღებდი 3 კვირა. იმიტომ რომ რავი ვერა და ვერ დავასრულე რა. ზოგჯერ იმას არც ძალია, ზოგჯერ ამას არც ძალია. ხო და ვერა და ვერ დავადგი საშველი, რომ დავაყენოთ თუნდაც ტუჩი, რაღაც უკან წყალი ჩადიოდა, იმიტომ რომ ფარები იყო გასასწორებელი და დასარეგულირებელი და ფარების უკანა ის ბუბკები როა ისინი შესაძლებელი იყო და მოკლედ აი ვერ დავადგი საშველი და თან ფინანსებიც არ გვიწყობდა ხელს და ფიზიკურად ვერ ვაკეთებდი. ესე იგი, დღეს რაც ვშვებით, პირველ ვიდეოს რასაც ნახავთ, რიდის დაიწყება, ის არის გადაღებული 3 კვირის წინ ალბათ, ან რავი, ალბათ 1-10 დღის წინ. დღეს მივდივართ ტუჩის დასაყენებლად მთაწმინდაზე. მთაწმინდაზე არის ერთი კაცი გუშინ დამიწერეს ჯგუფში. მთაწმინდაზე მივდივარ რომ ტუჩი დამიყენოს კარგად, ლამაზად. ინექსში გავივლით ჯერ და გამოვიტანთ ფარებს, უკანა პატარა საბარგულის ფარები ჩამოგვივიდა. თუ მოვახერხებთ და მოვასწრებთ, გავივლით მიქს შოპში. იქ ჩამოგვივიდა ბაკის რეზინი, რომელიც უნდა წამოიცვას გარშემო, რომ წყალი არ შეესხას უკან საბარგულში. ხო და ესეთი წვრილმანი რაღაცები მაქვს ასაღები. კიდე თუ დაგვიყენებს საბარგულის რეზინი, მანქანაში ვიპოვე. აი ეს რეზინი ხალხო, არსად არ იშოვება. არ ვიცი ხა ელიაოზე და იმაზე ვინმეს თუ აქვს, მაგრამ არსად არ იშოვება ეს საბარგულის რეზინი. მარტო ლიტვაში არის და ჩამოსვლის დრო აწერია
თვე ნახევარი სადღაც და ღირს 30 ან 50 დოლარი. ეს რეზინი და შემთხვევით ვიპოვე მანქანაში. წავიდეთ ახლა. მე და მურთო ყავას ავიღებთ და დავაწვეთ ინექსისკენ განახებთ ფარები როგორი ჩამოვიდა და მერე წავიდეთ ტუჩი დავაყენოთ და ვნახოთ მოუხდება თუ არა ის ტუჩი რავი 1-6 თვე. რას მანქანა ვიყიდე იმის მერე მიდევს საბარგულში. ავიღეთ ამანათი უკანა საბარგულის ფარები არის ეგი. მე რა თუნდა ამდენის წავა? თუ ანუ რას იზავს? გაიქცევა ეს ფარი. ესეც ჩვენი გაზიზინებული ახალი ვაფშე უკანა ფარები. შვენიერია. ძალიან ლამაზია. მომწონს, თან მომწონს და თან თავისი უკანა ბუბკებით არის. ნუ ამაზე მე ზემოდან კიდე რამეს გადავუსმევ, რომ კარგად ჩაეწებოს და წყალი არ ჩავიდეს შიგნით. და ახალი გაზიზინებული ფარი გვექნება უკვე. წავიდით ახლა ტუჩი დავაყენოთ. შინდისში ვართ და გამოვა ახლა ვაჩვენებთ ტუჩს. ის წინო გვაკლია საბუქსირეს ადგილი ვერ ვიპოვე, უნდა გამოვაჭრევინო პლასმასი და ისე შევღებო. და მოკლედ ესე გამოიყურება. ორი კვირა არ გამირეცხია საერთოდ, რა საზღარი ამინდები იყო და ტუჩს რო დავაყენებ, მე გადავალებ და განახებთ ნორმალურად. ტუჩს აყენების პროცესსაც გაჩვენებთ. იმედია დავაყენებთ, რაც თავარია. მოკლედ, ეს კაცი არის, ვინც აკეთებს, შინდისში არის. ნუ მისამართს აღწერაში კი, ხო, ვინც არ იცით. ასხავს კიდეც ამ ტუჩებს, მე არ ვიცოდი საერთოდ აქ ჩვენთან თუ ასხავდნენ და მაგიტო გამოვიწერეთ, თორე დიდად კარბონის მოყვარული არ ვარ რა, ანუ შავიც რო ყოფილიყო. პრიალა ეგეც წავიდოდა. უბრალოდ საბარგულის რო კარბონის ვიყიდე, მაგიტომაც გამოვიწერე ეს. გიამ გითხრა რომ ვერ დავაყენებთო ვერანაირად, თუ არ მოიხსნება შიტოკიო რა. კუთხეები არ ჯდება ნორმალურად და ეს მალი არის სკოჩზე ამბობ, ხო, ვერ დასკოჩავს. მალი არის სკოჩი ვერ დაიჭერს, რა თავს წამოწევს მაინც. უნდა მოიხსნას შიტოკი, დაიპრესოს და დაპრესილზე უნდა იყოს. ეს რამდენ ხანში იმას ეძავს ისე? 2-3 დღის ისეთი რა. 2-3 დღის. დავაწევი, ხო დაპრესო უნდა. ხო. რო გამოშინეს მე კარგა მაშინ ვიხო ერავს. ხო, ხო. და მაგიტო. მორგება უნდა. მოკლედ. ამის ბამპერი შეიძლება აქ მოხსნათ, იმიტომ რომ ნომერი მაქვს მიწებებული. ეს ნომროდ რო ჩავიდე მე აქედან, უეჭველი გაგვაჩერებენ. ხო და ამაზე რამეს მოვიფიქრებ. და ეს კაცი აკეთებს რო იცოდეთ, საბარგულზე რაღაცებსაც აკეთებთ ისევ? საბარგულზე რაღაცებს. სპლიტერებით. აი ეს არის სპლიტერები. ვინც არის სპლიტერები არის ის ტუჩი. გრძელ ტუჩსაც აკეთებ ჩვეულებრივს. სპლიტერებს. სპლიტერები და CSL-ის საბარგული. რამდენში არის ისე, რომ იცოდნენ ბარემ? ტყუილა რო არ მოვიდნენ, ტყუილა რო არ გე. ჩემი მონტაჟით სხვა ფასია. ხო, თქვენი მონტაჟით ბარემ რო ანუ იდეალური რო იყოს რა. 250 ლარი ჯდება CSL. სპლიტერები. სპლიტერები? ხო, სპლიტერები რა ჯდება? სპლიტერები 100 ლარი. საბარგული? 250 ლარი. აჰა, 250 ლარი მაგარი ფასია. ძალიან ზაზორებში ჯდება ისე? ვა, ძალიან მაგარი ფასია. ძალიან გამიკვირდა ეხლა საბარგულის ფას ვფიქრობდი 600-700 ლარს მეც. მოკლედ. თუ მოხსნით კი განახებთ, თუ არ მოხსნით კიდე მოხსნილზე ამოვიტან რა ამას. რომ მანქანას დავაყენო ეგ დღეები ვერ ვივლე მაინც. ხო და ესეთი ამბავი გვაქვს. ამიტომ ამას მაინც და მაინც რა ვიცი არ ენდოთ ამის გამოწერას, იმიტომ რომ მე კომენტარებში წერდნენ შენით დააყენე ძმაო და რაღაცები არ იციან და ამას უკან მოყვება ხუფი. ეს არის კონკრეტულად CSL-ისთვის. CSL-ს წინა ბამპერზე აქვს გამოჭრილი სპეციალურად ამის ადგილი, რომ ეს შეჯდეს. პირდაპირ. ხვდებით? ამაზე ამოღებული. რომ პირდაპირ ლამაზად შეჯდეს. დაჟე შიტოკის ზემოდან გადმოდის ოდნავ ამაზე, ისე ლამაზად ჯდება. ეს არის CSL-ის, ეს ამ მანქანის არ არის. ანუ კონკრეტულად ჩვეულებრივი M3-ის არ არის, მოკლედ. ხო და ვისაც გამოწერა გინდათ, აგერ რავი, ჯობია ისევ ამ კაცს ჩამოასხვევინოთ, თუ დაგიყენებთ და იდეალურად იქნება. ვიდრე გამოიწეროთ და ჩემსავით აგერ იწვალოთ ამის მოჭრაში, იმაში, ამაში, იმდენი წვალებაა, რომ რა ვიცი რა. მოკლედ წავედით. ესე იგი, გიამ გვითხრა ხალხო, რომ ანუ მე შემიძლია მოხსნაო რა, მაგრამ უნდა ეწვალა. ხო ვიცი ხა, მანქანის პადიუმნიკი და რაღაცა არა აქვს რა. რო არ მეწვალებინა ეგ ადამიანი, წავალთ ახლა. ამ დღეებში მივიყვარ მანქანას, ავაწევინებ მოხსნი ბამპერს და ამოუტანთ ამ კაცს. დაუტოვებთ და მოხსნილზე უკეთესად დაამაგრებს, გააშრობს და ლამაზად ტუჩით წამოვიღებთ უკვე გაზიზინებულ ბამპერს გაკეთებულს რა. დავედით ახლა სახლისაკენ ჰერი. უკანა ფარებიც შეიძლება არის ვარიანტი. აუ რა, კაი ხედზე ვართ. მეთქი რატომ მიაბრუნდა ჩემზე ლამაზი რა ნახა და მივხვდი ახლა. ესე იგი
უკანა ფარები მურთას რაც ვაჩვენეთ რა აუ რა ლამაზად ჩას მახათაზე ეკლესია ნახე გთხოვ პროსტა წინ აი ნახე მოიცა აი აქედან გამოჩნდება ძალიან აუ რა ლამაზია ბიჭო ძალიან ლამაზია ძალიან მიყვარს ესეთი ადგილები დიდი სიამოვნებით მექნებოდა აქ სახლი ბედნიერები ხართ ვინც აქ ცხოვრობთ მაგარი ჰაერია თან უკანა ფარების რა საბარგულის მოსახსნელია ძნელი არა ჩემითაც გავაკეთებდი მაგას მაგრამ მირჩევნია მაინც რომ ვინც იდეალურად გააკეთებს ანუ ზოგადად მეც მეხერხება ესეთი რაღაცები რაღაცა მოხსნა დავაყენო ჩემი თვითონ მაგრამ ეს უბრალოდ არა ისეთი მანქანა რომელზეც შემიძლია რაღაც თუნდაც ვისწავლო რაღაც გავაფუჭო რაღაც ვინტებს რომ მოხსნი ხო იცი და ბოლოს რომ ნახავ რომ ერთი ცალი შემოგრჩა არა ეგეთი მანქანა რა ხო და არ მინდა რომ ამ მანქანაზე რაღაცები ვისწავლო მირჩევნია რომ ვინც იცის კარგად და იდეალურად გააკეთებს იმას გავაკეთებინო მე ბამპერი როგორ გამოვა ის ეს რო იცოდე პროექტი არ შეწყვეტილა არაფერი უბრალოდ ფინანსები რო არ არის ხოლმე ვერ ვაგრძელებ ფიზიკურად ძალიან ძნელია რა მიხვდებით ალბათ ვისაც ესეთი მანქანა ყავთ ყველა მიხვდებით რატო იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფული ჭირდება პროექტს ძალიან ბევრი ფული და მით უმეტეს რომ ძალიან ხელა უკან პასუხისმგებლობა მაქვს და იმით ვაკეთებ კაროჩი წავედით არ დაგრუზვა არ გვინდა ვიდეოში წავედით ეხა სახლისკენ დავაწვევით ბამპერის მოხსნებს საბარგულის დაყენების რაღაცებს ყველაფერს გაჩვენებთ გიო როცა მოიცლის ბაკი გვაქვს ჩამოსაღები ელასტიური შესაცვლელი მაგ ყველაფერსაც განახებთ არხი გამოიწერეთ ძალიან გთხოვთ ძალიან ნელა გვემატება გამომწარები ვიდეოს რომ 60,000 და 100,000 ნახო აქ რო იცოდეთ 100 გამომწარი გვემატება ხოლმე ნუ გეზარებათ ერთი წამის ამბავია დააჭირეთ გამოწერას და დაალაიქეთ ხოლმე რომ მივხვდე რომ ხოძზე ხართ мотивация არის მეტი არაფერი საერთოდ თქვენს კარგად მაგით არც ფულს იხდის YouTube და არც არაფერს არ შევა мотивациაა პროსტა რა არ მიხსენებია ვიდეოში სულ დამავიწყდა რა მაგ ბიჭებთან ვაპირებდი ისეს მანქანის მიყვანას ვიფიქრე რაღაცა პატარა კოლაპს გავაკეთებთ მეთქი და ფიზიკურად ისეთი პატარა საქმე იყო მაგათთვის რომ საბოლოო ჯამში ვიდეო ვერ გადავიღეთ მაგრამ უეჭველი გადავიღებთ ვიდეოს იმიტომ რომ ძალიან კაი ხალხი არიან პირველ რიგში ყურადღებიანები და მე კიდე იდეალურად იციან თავის საქმე კასტომერზე მაქვს საუბარი კასტომერის არხი ამონათდება გადადით უეჭველი გამოიწერეთ იმიტომ რომ მაგრად აკეთებენ რასაც აკეთებენ თავის საქმე იციან იდეალურად რა ამონათდება აქ არხი ბიზოს ძალიან დიდი მადლობა და გიოს უკანა საბარგული დამიზაზორეს კასტომერთან მივედი უკანა საბარგული დამიზაზორეს უკანა ფარი არის და ზაზოში ეგეც გამისწორეს ყველაფერი დაალაგეს აბსოლუტურად და ისე გამომატარეს მანქანა უკან საბარგული რო არ იყო ზაზორში კერხერს რო უშვებდი წყალი ჩადიოდა და ყველაფერი ლამაზად მომიგვარეს კარგად გამიკეთეს ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო აქედანაც და არხი არ დაგეზაროთ ხალხო აღწერაში იქნება გადადით უბრალოდ და გამოიწერეთ არხი იმიტომ რომ საინტერესო ვიდეოებს დებენ და მანქანების ჩამოყვანას ვინც აპირებთ გასაკეთებელი ყავთ მანქანა იდეალურად აკეთებენ და შეგიძლიათ მიმართოთ მოკლედ შემდეგი დღე ხალხო ბამპერი ჯერ არ დაგვიტოვებია და არ მოგვიხსნია მაგისთვის ვერ მოვიცალე დღეს ჩამოგვივიდა საბარგულის ორიგინალი M3-ს რაც უნდა გქონდეს საბარგულში ნოხის ქვეშ ზუსტად რაც უნდა იყოს მიხვდებით მოკლედ რომ გამოვიტან თავისი M3-ის ნასოსით და კაპჰოლდერი და კიდე რაღაც წვრილმანები ჩამოვიდა რა დღეს თუ მოვასწრებთ მაგას ჩემით ჩავდებ მანქანას ჩვეულებრივ ეგ არანაირი პრობლემა არა უკანა საბარგულის ფარებს თუ მოვასწრებთ დავაყენებთ იქნებ ლოგოც დავაყენო დღეს რაღაც წვრილმანები გადავიღო რა ეგეთები ეს ჩამოვიდა და მივიდეთ ახლა მივდივართ მე კოკა და ნიკუშა მაკეთ რომ გამოვიტანოთ ეს ყველაფერი ჩამოგვივიდა ეს გაჭრილი კი გვაქვს წეგან ნახეთ უცბად მაგრამ მაინც განახებთ რა ჩამოგვივიდა ეს არის ბაკის რეზინა რომელიც დგება აი აქ ეს გარშემო ეცმევა ეს ამას და ნუ აქედან ეს რო არ უკეთია მოკლედ ჩვეულებრივ შეიძლება აქედან საბარგულში შევიდეს წყალი რა ეს აუცილებელი არის საჭიროა ესე იგი რაც შეეხება ამას ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი აი რაც გეუბნებოდით საბარგულის საფენი და M3-ის ნასოსი M3-ის სხვანაირი ნასოსი აქვს ავი მე არ მინახავს ახლა სიმართლე რო გითხრათ სხვა მანქანაზე ყვილა რო არ ვილაპარაკ გაჩვენებთ როგორი არის და ხედავთ თქვენით მაგარი შეფუთულია ეს არის კონკრეტულად M3-ის და არ მოყვება არც ერთ სხვას. ეს გამოიყურება, ეს იდება საბარგულში. თავისი ნასოსი არის. ყველაფერი. ამას ახლავს ესეთი კომპრესორი არის, instant mobility system. ესეთი რაღაც ახლავს. ნასოსი რა თავისი ესეთი პატარა რომ ხოძზე იყოს.
ეგ არის ყველაფერი გვაქვს ასე თუ ისე ეს უნდა იდოს აქ აი ესე და მოდი ხა ავხადოთ საბარგული აუ ნახოთ პირდაპირ იდება თუ არა ესე და ეს უნდა ჩაიდოს აი ესე ლამაზად იდება ეს ესეც თავისი ნასოსი და ყველაფერი გვაქვს მანქანის დააფარე ლამაზად ეს ესე ამასაც გავუკეთებთ ახლა დავაფარებ და წავედით აქედან კაროჩი რას დაგვრჩა არის ის რეზინა დასაყენებელი უეჭველი თორე საბარგულს წყალი შემოდის უკანა საბარგულის ფარებსაც დავაყენებ და მაგასაც გაჩვენებთ წავედი ახლა დავისვარე მაგრად აი მოვედით იმის გასაკეთებლად ზამოკის გასაკეთებლად აი ეს პატარა რეზინა არის რაც უნდა დავუყენოთ რომ წყალი აღარ შევიდეს ბაკერხერების დროს დავუყენებთ და განახეთეთ მოკლედ დავაყენეთ საბარგულის რეზინი ამ CSL-ს მაინც ხვანაირად აქვს ეს გამოჭრილი და ისე იმად არ დგება მაგრამ მიუპრესეთ ისე დავაყენეთ რომ წყალი არ შევა ყოველ შემთხვევაში ხო და რა უნდა მეთქვა ახლა მოვედით ახლა შემდეგ ჩამომტან კომპანიაში სადაც ჩამოგვივიდა კაპჰოლდერი და კაპჰოლდერსაც ჩაგისვავთ მესამე შუქნიშანია დგა კაპჰოლდერსაც ჩავსვავთ გაჩვენებთ ეს გაუბედურებულია და ახალ კაპჰოლდერს გამოვიტან ახლა და ჩავაზიზინებ რა წავედით ჩამოგვივიდა აი ზარგულ სიტუაცია შეიქნა კაპჰოლდერ ვერაწერია აი ახატია კიდეც ხედავთ ხო კიდე გეგონათ არ ეხატებოდა გამომართვით ყვილა რო გადიხარ იდიოტო ეს გამომართვი ეს კოფე ჯაი ჰაუსი ძალიან კულ ამოსვლა იყო ეს გამომართვი გაუბედურებულია ბოდიში ძალიან ცუდი სიტუაცია შეიქნა იმიტომ რომ ეს არის გახრეტილი აუ ძალიან მაგარი ვარ შეგიძლია ეს ვინტები რო დამიკაო ჩემი ყველაფერი გამომდის მოხელეთ ხო არ დავიწყო მუშაობა ჩემო ძმაო ჩემო კოკა ჩემო კარგო ქვეყანა რაზედ მოგიწყენია დამიჭერეთ ჩემო კარგო კაი ეს შევჩურთოთ აქ აუ ძალიან კულ კაპჰოლდერს ამოვიღებ ახლა გახსნა გამიკონტროლე ჯერ ეს რა ფერია ამას რა ფერი გამოგზავნეს შეხედე კაპჰოლდერ გემუდარები წინა შავი იყოს თორე ამას გავუგზავნი და ნახე რა ფერი კაპჰოლდერი გამოგზავნა ვისაც ეს ნაცრისფერი სალონი გაქვთ კაპჰოლდერი მაქვს რო იცოდეთ და კაროჩი კაპჰოლდერით ვერ დავაყენეთ მე ასე ნივთი ჩამომდის უკვე eBay-ზე ნაყიდი რომელიც სხვა რამეა შავი გამოვიწერე და ნაცრისფერი ჩამოვიდა ძალიან გაუბედურებულია პროსტა ეს არის აი იმენა გადასაგდები რა ჩამოსასვლელი არაფერი არ არის ეგზოსტს მიგზავნიან 6-ში ასე რომ 6-ში გამომიგზავნეს ჩათვალეთ თქვენ რო უყურებთ ამ ვიდეოს 6 კი არ იქნება იქნება ალბათ 8 არ ვიცი დღეს არის 5 ხო დღეს არის 5 მოკლედ კაპჰოლდერზე კომენტარებში დამიწერეთ ამას ახლა ხო არ მოკედით გაჩუქებთ რა ვისაც M3 ყავთ გაგისწორდებათ გაზიზინებული არის ნაცრისფერ სალონზე არის პროსტა რა ეს მოი და არ მიკეთებს სანამ კამერა არ ჩავდე არ გაგი უკვე იმ სიტყვებს მუღამი არ არის რაღაც იყო კაროჩე ეს არის დასათხელებელიო რა ანუ ეს ამას აქვს ესეთი კუთხეები რაც ჯდება ამაში ესე და მე უნდა ჩაჯდეს რა და ეს არის ძალიან სქელი ხო და ბაგაჟნიკი არ ნაგავში გადასაგები ბანზია ბანზა $1000 ბაგაჟნიკი გამიბანზა ფაქტია პოშვის არ დგება და არა არაფერი არ დგება გიო ამაზე ეს ხო ისა ხო და აი ის კუთხეები რო ავათალოთ არა მე მიყვარს ყველაფერი ეს ქარხნულად დაყენება და ის ქარხნულად უნდა იყენოს თავისი საბარგული მიჭერი მოჭერი და ის გერმეტიკი წაუსვი ეგრე არ არსებობს არ მიკეთებს ჩამოვიდა არ მიკეთებს დაუწერეთ ოღონდაც რა არჩე ეს უნდა ჩაჯდეს ესე რა ხალხო აი წკაპით და მერე დაეფაროს და ეს ისეთი სქელია ეს ადგილი რო არ უშვებს რა ისეთი ბანძი ბაგაჟნიკია ჩამოტანები ნუ ფარი არ დაგოლთ მოწონს მაგრამ ესე ამბობს როგორ მოწონს აბა შეხედე კი ლამაზი არის მაგრამ შეხედე რამხელა კანტი აქვს ამას
პლასმაში კი დაათხელებს. გადაატარებს ბალგარკაზე დაათხელებს და მე ჩაჯდები. მე გეუბნები, ეს გვერდები ჩამოვაჭრათ და ეს რო ჩამოაჭრა. ხო, აქეთ მხარე აღარ დაიპრესება, იქნება ზევით აწეული და წყალი შევა. გინდა ბაგაჟნიკში წყალი, საბარგულში წყალი. ბაგაჟნიკში წყალიო, აი, ხო გაიგე. გინდა საბარგულში წყალი. და ეს დავაწებოთ. ეს რატო უნდა მოხსნა, რის გამო? რა უნდა დააწებო? ეს იმით სილიკონით დავაწებოთ. დააწებე. ნახე, არ მიკეთებს, დედას ვიცაო. ჩამოდიო, მითხრა, მოდი, ფარი უნდა დაგიყენო, ესე მითხრა. რა ვიცოდი, ნაგავს თუ მომიტანდიე. კარგი, შემზეც ეგრე მაქვს, რა ჩამოჭრილი. მაგარი ფარი არა და. არა, ამაზე გაწყვეტილი იყო და მაგიტო არ დადგა. ნახე, გამოშვებულია გერმანიაში, ხედავ? რა გერმანიაში? Made in Taiwan აწერია ხალხო გიჟივით. ესე ამას რა აწერია ნეტა? არა, ეს ორიგინალია, აშკარად კოდები აქვს ამას. ამას BMW აწერია. ესე იგი ორიგინალია. ორიგინალია, მაგრამ მოდი ხა გიხსნა. არ კეთდება არანაირად. აი ჯდება გიო, გადაობ წყალი როგორ ჩავატო. პროსტა მოჭრილია გიო. აი მან უნდა დაპრესო. ხო, მაგრამ ამაზე მეტად რა უნდა დაიპრესოს? წყალი ჩაგივა. ანუ ვეღარ აძრობს, ისე გაუკეთა და წყალი ჩაგივა, მეუბნება, ვერ აძრობს. აი რეზინაც გაფუჭებულია. მაგაზი გაფუჭებულია, ხო? და მაგიტო ჩადიოდა წყალი? აი ეს რა კვალია, ეს თეთრი კვალია, ეს არის წყლის კვალი, აი. მოკლედ, რატო ჩამოვედი მართლა რა, ეხა ისე ჩავერთე კამერა. იმიტომ ჩამოვედი, რომ გადაღებას არც ვაპირებდი, ვანუსების ეს მანახა რა, გიომ, eBay-ზე, რაც უნდა გამოვიწერო. ვანუსის დასასერვისებლად. ხო და ნელ-ნელა დაიწყება ვანუსების შეკეთების გიო როცა მოიცლის აღვთ რა, ჯერ არც ცალია გიოს. ეს სულ ცალია. ჩემთვის არც ცალია რა. ეს სულ ცალია. ის მინდო და გამეკეთებინა 700 ლარიანი ელასტიური და მაგ ბაგაჟნიკით 5 თვეა 700 ლარი მივეცი ცენტრში. და ბაკი გვაქვს ჩამოსაღები. და არც არ მიკეთებს, რაგი ფარი ჩამომივიდა, არ მიკეთებს. უფაროდ გაგიშვებო, ესე მეუბნება, რა ვიცი. თქვენ გადაწყვეტეთ. კაი, გაგიკეთებ, არ არის პრობლემა. კაი, გაგიკეთებო. კაი, მართლა გავაკეთოთ. რა? ის. რა? ეს კაი, ეს პლასმაში კი. რა? ის რა? ის ელასტიური და. მოდი გადაგიღე, ნიკოს თორე ისე კი არ მიკეთებს. ოდნავ კანტირო დაუტოვოთ, ოდნავ. არ ჩაჯდება მაინც, მე მგონი. აი ამას როგორც აქ დატოვოთ. ხო, ოდნავ რო დაუტოვოთ, ხო? ოდნავ რომ მოედოს, კიდე შეიძლება რაღაცა გამოვიდეს. მაგრამ მე ეს მაინც 700 ლარიანი ელასტიური. ეს ამას არ მიყენებს. ამას მეო ვერ დაგიყენებო. როგორ ვერ დაგიყენებ, რო თელი სალონი რო დავშალებ. 700 ლარიანი ელასტიური. ზაფხულში კაი ამინჩი. ზაფხულში კაი ამინჩიო. აირბაქს მინთებს მაგამდე. ეხა იმიტომ ჩამოვედი მართლა რომ კაროკის ანთო რა ჩეკი და ეს რა ჯანდაბა მოყვა. ჩეკი. კაროკის ჩეკია. ეხა საფასი. ისე აი ოდნავ პატარა რო იყოს შეიძლება კაპით ჩახტეს არა? აი შიდა ნახე პლასმასები კიდე ნახე. აი ეს ხო, აი მაგას ვამბობ. რო ავათალოთ შეიძლება წავიდეს. წავა. მაგრამ ესეთ ბოდიში მე ვნახე რომ ცინცა მოიყვანა თავისი მეშვიდე სერია და იქ ყურადღება მიაქცია მოდიო გავაკეთოთ ცინცაო გაზ ჩაუჭირა ციუზე იქნებ გაფუჭებული. ის 4 და 4-ს ვერ იტანს და იმას ამფუჭებს. გამოვაყრევინე გარე. იქიდან გიო მართლა ამას შეხედე, ეს ეხა დავამუღამე. ამას შეხედე. ხო. ეგრაზინა ჩამომივიდა. ხო მაგძველი. ის გადასაგდებია, სულ ახალი ჩამომივიდა. მაგრამ მაგას ვერ გავუკეთებთ. ხო ვერ გავუკეთეთ. ხო, ბაკია მოსახს. ისედაც ვერ ვუკეთებ. გავუკეთებ, წინაზე როგორ გავუკეთებ? არა, ვერ გავუკეთეთ და გაიხა. გახეული იყო, კი არ გაიხა. გახია, ხალხო ის. გახეული იყო. აი. მართლა აგერ ყოფილა. მე დავაი, გავხიოთ. ნახე, ეხა უნდა გამიფუჭოს კიდე. აი, აჩვენე პროსტა როგორ მიფუჭებს. გავხიოთ. არა გიო, ეგ არ კეთდება, გეუბნება. აჰა. თუ კეთდება რო. არა. ეს მოხსნა უნდა ამას და ტვინის პური. აი მე დედა. ეხა გავაკეთებთ ფარს ხალხო, ნაცრისფერს. არ ვაკეთებდი, რამდენჯერ უნდა. ნაცრისფერ ფარს ჩაგვისვავს. ესენი ყველა ვარიანტი და ავაჭრა. ხო, ავაჭრათ ისე. ამაზე აჭრილია ისინი. ამას პროსტა ისიც არ უარგო და ბუბკა.
მაგრა არ მიყვარს არაქარხული და რაღაცა. მე ვიცი რო არ გიყურთ. მე ხო ვიცი არ უყენებ არაქარხულს, თორე ამას დავიკიდებდი, შენ ხომ მითხარ ჩავაქრობდი, ხო ეგრეა? გავდექი გამოვიწერე $150 ღირა. ეს გამოგეწერა წესიერი. ეგ როგორ გამომეწერა ეს წესიერი? გამოგეწერა წესიერი. აი ამის ბრალია ამის ჯერ ხო იცი? აი ესენი ვაფშე არ ჯდებოდა. ესენი ჩამოვაჭერით და რაღაცეები უჩალიჩეთ. არ იყიდოთ ხალხო შარია. შარია. კარბონში ამოვლებული პლასმასი. პლასმასიაო, ნახე როგორ გამიბაძა. პლასმასია ბარა. ეგ პლასმასია დაბლიდან. აბა რა გიდა მაშინ. ეგ დაბლიდან კი ის არაა პლასმასიო საბარგო. და ეს არის კარბონში ამოვლებული. ნახე ვა. პრინტი წყალში ღებარვარი ხო იცი? არა, სლავარაკო. იმენა კარბონია. უანაში რო ჩადემენ რაღაც გამოიდება ეგ არის. მიბანძებს ამასაც. და აქედან ჩამოდის კიდე. რა. წყალი. მანდრა უნდა წყალს. აი აქედან, ეს ხო აქ დგება. მე აქ მანდრა აქ რა უნდა წყალს. აქედან ჩამოდის და აი აქ გამოდის მერე. ამაში ჩადის? ხო, მაგაში ჩადის. აი აქედან, რავი რა დავახვიო. ბიჭო, მან რა უნდა წყალს მეთქი? უყურე, ეს ხო ჩადის იქ. მერე აქედან რო ესხმება წყალი ჩადის მოყვება შიგნით. აპრაოდ ხა? ხო. ყველანაირი შარია ვიკიდე დედას ვიცავ რა უნდოდა. რა მინდოდა? არა, ჩვენ დადიოდი მერსედესი. რა ჩვენ დავკატავდი ჩემი მერსედესი და უცბად ერთ დღეს მოვიდა და M3-ის ყიდვა მინდაო, გახსოვს? მიდი მოყევი გიო რა. პროსტა არდა დედას გავიცი, ხო პროსტა მოვედი. პროსტა მოვედი გიო მეთქი M3-ის ყიდვა მინდა კი არა, M3 ხო არის რამე გასაყიდი რომ ნახო მეთქი, ფული კი არ მაქვს მეთქი, მაგრამ რამე თუ ვიცი, იაფად შეიძლება თქო. ხო და აი იაფად ხო ის? მაგი კი. მოდი ეს აქეთ დავაყენოთ. ეგ აქეთ რო დავაყენოთ შეიძლება უფრო წავიდეს. მართალი. სვანური ფეში რო გამიგანდრა, აი თავის ჩაიდნებით და მთელი ამბებით. მოხვალ, დაждები, შეგიძლია კარტოფილები დაყარო. სანამ გიოძრავს ასერვისო, შეგიძლია დაждე კარტოფილები დაყარო შეცვლა. არა, მაგრა დასწორე. ის დებილები შეხედე, სუა იმ ხუთის სკამზეს ის რა ენაღლება. ამო გადაუჭრათ, გადმოუჭრათ. აი ამას აქ ესეთი ფეხები რა. აგერ. და არ ჯდება, იმიტომ რომ სქელი არის კარბონი. დაიწყო, მაინც დაიწყო, ხალხი გაკეთებ, ხო ამბობდა, არ გავაკეთებ. მაინც მიფუჭებს ვარს. მე ვუთხარი რომ არ გააკეთო, მეთქი პლასმასი არ მოაჭრა თქო, მაგრამ გიო იმებს კბილებს აჭრებ პროსტა ჯერ. ეხა ისე მოკლედ აი ჩალენჯია რა. იმენა ჩალენჯია რა, აი ეს eBay-დან გამოწელი თუ პატენტი არის, ანუ ორიგინალი თუ არ არის და ან ორიგინალი თუ არ გიყენია უბრალოდ საბარგული. ან თუნდაც კაპოტი. აი ყველაფერი ესე საჩალიჩო არის გადასაკეთებელი, გადმოსაკეთებელი და ტვინის ბურღვაა რა. ამიტომ სილამაზე კი არის ეს CSL-ის საბარგული, მაგრამ გუშინდა და ეს $2500 ორიგინალი CSL-ის საბარგული. მაშინ უნდა იყიდო ეგ რა, რომ ყველაფერი წავიდეს, ყველაფერი ლამაზად დადგეს და ქარხნულად იყოს რა. განახებთ როგორი გამოვა. ისე უნდა ვქნათ. შეიძლება უნდა შესვა და მე ჩაატრიალო და ეგრე რო შვები აღარ ჩადის. არ დაჭიმავს ვითომ გიო ის. აი რო გავუკეთოთ. გააკეთა. ხო ამბობდა რომ არ ვარგაო. აი. ივარგა. მაშინ 10-იანი. 10-იანს კი მოგცემ გიო, მაგრამ პრობლემა რა არის, იცი? ეს არის. მოკლეა. თავიდან მიდის, მაგრამ მოკლეა მერე და აი აგერ. ოსტა საწვალებელია. ბოლომდე არის გიო? არ მინდა რომ გავტეხო ძალიან რომ დავჭიმო. დაჭიმე, იქნებ გატყდეს და მოვისვენო. ბაგაჟნიკი რო გატყდეს? ბაგაჟნიკს რა გატეხავს? აუ მართლა პლასმასი გონია, ეხა მიბანძებს ჩემ $1000 ამ ბაგაჟნიკს. აჰა, всё, ბოლომდე დაეჭი. აბა ჩამოუფარე. ნახე რა ლამაზია. მართლა ხო ლამაზია? ძალიან ლამაზია, მე ძალიან მომწონს რა. რაღაც გაფუჭებულს ხო არ გავს? თუ არა, ლამაზია, ხო? Cool. Very cool. აუ, ბაკის რეზინაც რო გაგვეკეთებინა, ვაფშე მაგარი იქნებოდა. კაი, ამას მე დავაყენებ. თავარი საქმე გააკეთა ადამიანმა.
არ გვეუბნება, როდის გამიკეთებს ელასტიურს ხალხი, რო იცოდეთ. გიო, ის რო გამოვიწერო მართლა ის კიტი ვანუსების. 2 დღე დაჭირდება ვანუსებსო, თვითონ თქვა, რო იცოდეთ, მერე არ თქვა. ეს მე მგონი გასაწვენდია კამერა. ჩანო არ? ვაფშე? კი. მოკლედ, ვანუსებს გამოვიწერ, რომ ივალ სახლში. ვანუსები არის სადღაც ეს ვანუსების რაღაც კიტი არის სადღაც $400 ალბათ რა. მე იქ ჩამოტანა ერთი კვირა ის იმედი ახალ წლები არ დამიტყვა, ახალ წლებზე არ ეცლება გიოს. პადიუმნიკი არ ჭირდება ვანუსებს. მაგრამ ვანუსებამდე ვერ შევძლებთ ერთი დღე პადიუმნიკით იმის ბაკის ნახვას. ხო? და ერთი დღე ბაკს ვნახავთ რა. ბაკზე ცალკე დავდებ, იმიტომ რომ ბაკი მაგარი საჩალიჩო იქნება. ბაკზე მთლიანი ეგზოსტი უნდა ჩამოვიდეს დაბლა, უნდა მოიხსნას. მერე უნდა დაყენდეს ის, რა ქვია, ელასტიკური. და ჩამოვიღოთ ბაკი და ბაკს ღმერთმა იცის რა ჭირს. შეიძლება ბაკი ახალი გამიხდეს საყიდელი. მაგრამ ჩვეულებრივის მიდის რა. ჩვეულებრივი E46-ის. განახებთ ამასაც რო დავაყენებთ. ეს რო პლავნა წავიდაო. ის არ წავიდა. ახი გამიფუჭა მთელი მანქანა, გამომარჯოს. გააფუჭა ხალხო. მართლა. გატეხა, ფარი, გადავაგდეთ. მეორე გამოვიწერე, ახლა ჩავიდე ჩამოვედი. მოკლედ ესეთი რაღაცები არ უყვარს. ესეთი რაღაცების გამო არ მოუყვაროთ მანქანა. თორე უკან გაგიშევთ, რო იცოდეთ, წეროვანში წყვილა ბენზინს დაწოვთ, ჩამოყალთ და უკან გაგიშევთ. ეს ახლა მე მიგდებს. არ ლამაზია. ძალიან მომწონს. ნანახი მქონდა სხვა იმ სამზე ინგლისში ყავს ტიპს და ანახებთ ხა რა ვარი არის. აიჩი რა გამიფუჭა მანქანა. აი ეს აქ მოსაჭრელი. გაგიდება ხა რა უთხრა ეს მოაჭერი. ყინავს აქ ჩამოდით North Face-ის -40-იანი სოსოსნაირი კურტკით. რა ვარია? არა, არ ჩანს ბიჭო. არ ჩანს. არა ჩანს. ძალიან ლამაზია რა. ძალიან მომწონს, ძალიან ლამაზია. იგითაც ანახე. მეორეც. ძალიან cool-ა. Oh shit. ეს რაღაცა გვიტრაგებს რა. ჩემი გაკეთებული ბაგაჟნიკი არ იქნას. ამას გიოს ჩავასმევინებ, თორე თავდეხა უოჭვა. ეს არ ჯდება აქ. ოპ. შოსე არა, ბიჭო, არ ჯდება, იმენა არ ჯდება აქ. შოსე? ვაა, ოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. ესე ჩდება ვითო. შემჯდარია. შეერთებული არის, ხო? კი. კაი. აბა ეხლა ჩავაგდებ ზადნიში. შენ ნახე თუ ინთება ორივე ფარი. თუ ინთება ესე იგი ძალიან სერიოზული ადამიანი ვარ. ეგა ჩვენს გიო რაღაც წვრილმანია შესახედი და შევახედებ და დავაწვევით თბილისს. სავარაუდოდ არა ეს ვიდეო ამით დასრულდება. მივდივართ ეგეტაში ახლა. უნდა შევცვალო ხუნდები და ძრავში ზეთი. სხვათა შორის ძრავში ზეთის დრო შეცვლის დრო მოვიდა 2000 მილი გავიარე, ანუ 3200 კილომეტრი. ხო და ძრავში ზეთი შევცვალოთ, მობილური მიჯდება, პროსტა ეგაა პრობლემა რა. იქაც რაღაც პატარ-პატარა რაღაცებს გადავიღებ და ვიდეო ამით დასრულდება და დანარჩენი ვიდეოები უკვე საინტერესო იქნება, იმიტომ რომ იქნება ბაკის გამოცვლა თვითონ რაც სულ ავასველოდები, რაც ამდენი ხანია, სავარაუდოდ დავასერვისებთ ვანუსებსაც. ძალიან კაი რაღაცები გელოდებათ რა. ბამპერს მოვხსნი და იქ აუტან და ბამპერს დაუტოვებთ, ნახავთ როგორი გამოვა. ხო და კიდე რაღაც სიახლეები არის, რასაც ვერ ვიტყვი რა. დალაიქით, არხი გამოიწერეთ უოჭველი, ზარისღილაკი გააქტიურეთ, რომ არ გამოგჭეთ სიახლეები. ეგეტაში მოვედით და სანდრიკა დაგვხვდა, რო იცოდეთ. აქ რომ მოხვალთ ხოლმე სანდრიკა იკითხეთ და მთავარია. ბოსი ვიტანე კი. ეს შეიყვანენ ზეთს შევცვლით და მე ზეთი უნდა შევცვალოთ და მე უნდა შევცვალოთ ხუნდები. შევცვალეთ ზეთი. ეხლა მოიტანენ კალოტებს, ხუნდებს მოიტანენ და
სადღაც 1 საათნახევარში ყველაფერს მოვრჩებით, მაგრამ ტელეფონი მიჯდება და მაგას ვეღარ გადავიღებ როგორც ვთვლით ხუნდებს რა. ასე რომ კარგად იყავით. მოვედით, აწევენ ახლა შეგვიწვიანეს წინა და უკანა კი არა, მარჯვენა და მარცხენა არის არეული სამუხრუჭედისკერის და ამასაც გადავცვლით რა, გადავიტანთ გადმოვიტანთ. მოკლედ, ეს მხარე შევცვალეთ. ეხლა აგერ არის მეორე მხარე. მეორე მხარეც დაყენდება აქეთ, ანუ მარცხენა და მარჯვენა იყო არეული, ხუნდებსაც მოიტანენ და ეგაა რა. ხუნდებით შეცვლილი იქნება, ზეთით შეცვლილი არის, არაფერი არაა დარჩენილი საერთოდ. რა ფარებსაც გაჩვენებთ ახლა როგორი გამოვიდა. ესეთი არის შავი საბარგულის ფარებით. მე მგონი ლამაზია რა, შეიძლება ზოგს მოგეწონოთ, ზოგს არ. მე ძალიან მომწონს. ამით მორჩა ეს ვიდეო, წავედი დავაწყე ახლა და შემდეგ ვიდეოში უფრო საინტერესო ეპიზოდი გეუბნებათ რა. გაკოცეთ შემდეგ ვიდეოში.